ქეთევან ბაგრატიონი პედიატრი არის დღეს მკურნალი სტუმარი და ვისაუბრებთ ზაფხული და ხშირი ინფექციები ბავშვებში. მოგესალმებით, ქალბატონო ქეთევან, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, ზაფხულის პერიოდია გარდა პედიატრიისა, ბევრ სხვა მიმართულებაზე ვისაუბრეთ ამ პერიოდში, მაგრამ მაინც ჩვენთვის განსაკუთრებულები არიან ჩვენი პატარები და რა თქმა უნდა კიდევ მივცეთ არჩევები, სანამ ესე ვთქვათ ოფიციალურად ყველა გავალთ კუთვნილ შვებულებაში. ქალბატონო ქეთევან, ზოგადად აი ამ პერიოდში რაც შეეხება ყველაზე გავრცელებული ინფექციები, გარდა იმისა, რომ დაუშვათ შეიძლება რომ წლის განმავლობაში რაღაცა ახალმა ვირუსულმა ინფექციამ იჩინოს, ხო თავი, აი ყველაზე მეტი და ხშირი მომართვიანობა აი ამ პერიოდში რასთან დაკავშირებით არის და თან თავარი ისიც არის, რომ იმასაც ვისაუბროთ, ბევრი წერის ნაკბენი არის, მათ შორის ალერგიები ამასთან მიმართებაში და ასევე ჩავშალოთ ის თემას თუ დრო დაგვრჩა, გეგმიური აცრების შემთხვევაში ხშირად ფიქრობენ მშობლები, რომ რადგან სიცხე არის და ესეთი მაღალი ტემპერატურა არის, რამდენად შეიძლება რომ დაუშვათ ჩულს გაუკეთონ კუთვნილი ვაქცინა, ხო, აი რაც დაუშვათ გაიდლაინით არის გაწერილი. მოდით თავიდან დავიწყოთ ინფექციებზე და იმ ხშირ მომართვიანობაზე, რაც აი ამ პერიოდში განსაკუთრებულად არის. როგორც თბილისში, ასევე ალბათ აგარაკებიდანაც გიკავშირდებიან. დიდი მოგესალმებით. ყველას მადლობა სტუდიაში მოწვევისათვის. ეს არის ძალიან საინტერესო თემა. გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხული ყველასთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა, ძალიან დიდი ხიბლია, განწყობა, ხანგრძლივი დასვენებისთვის, რომ ვართ ყველაზე მეტ ხანს დასასვენებელ ადგილებში ვეძებთ მთელი წლის განმავლობაში, ვარჩევთ იმ კურორტს თუ სად დავასვენოთ ჩვენი შვილი, ამავდროულად გამოწვევაც არის იმ უსიამოვნებებისთვის, მთელი რიგი უსიამოვნებების, რაც მოაქვს ზაფხულს. ეს არის ის ინფექციები, რომელიც მეტწილად ზაფხულში უფრო სხვა წლის სხვა პერიოდთან შედარებით უფრო ხშირად ხდება. ძირითადად ასეთი ინფექციები, ეს არის ნაწლავური ინფექციები და კლინიკური გამოვლენა ამ ნაწლავური ინფექციების არის ძირითადად დიარეის სახით, პირღებინების სახით და იმ მომართვიანობაც, რაც თქვენ ბრძანეთ. ძირითადად არის ეს ჩივილი, რომ ყველა პრეტენზია, ყველას განწყობა, შიშიც კი სანამ წავლენ დასასვენებლად, რომ აი როგორ ავიცილოთ თავიდან, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ან საკვებმა არ მოგწამლოს, ან სხვა ნაწლავური ინფექცია არ გადაგვედოს, როგორ ავირიდოთ თავიდან აი ეს უსიამოვნებები, რომ სასიამოვნო პერიოდი არ გადაგვექცეს დიდ პრობლემად. ეს ქალბატონო ქეთევან, აი ძირითადად თვითონ კლიმატის ბრალი არის, სადაც მივდივართ დასასვენებლად, მაგალითად იმ წყლის ბრალი, ეხლა ძალიან პატარების შემთხვევაში ალბათ რაღაცნაირად არძონკანის წყლის მიღება ხდება და სხვა ალბათ უფრო მეტად, ალბათ კი არა დარწმუნებული, უფრო მეტად უფრთხილდებიან მშობლები, მაგრამ ჩვილების შემთხვევაში და აი თუნდაც ხილი რაც დაუშვათ არ არის გარეცხელი, ან დაუშვათ საკვები, რომელიც ალბათ უფრო მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება სიცხეში როგორ ინახება, ხო? აი რა არის ის მაპროვოცირებელი, რასაც აი აქამდე მივყავართ? თუ უბრალოდ ძალიან ზუსტად დასწრული კითხვა, თქვენ ახსენეთ წყალი. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ თემას, რომ ძირითადი მიზეზი, აი ამ დისკომფორტისთვის, რასაც ქვია ნაწლავური ინფექციები და ეს პრობლემები, არის გამომწვევი ამისი ზაფხულის პერიოდში უმეტესწილად არის ბაქტერია. ბაქტერია სად მრავლდება ბაქტერია მრავლდება დაბინძურებულ წყალში, ბაქტერია მრავლდება მალფუჭებად საკვებში, ბაქტერია მრავლდება ისეთ თავშეყრის ადგილებში, სადაც ადამიანებს ყველაზე ხშირად ეს ჯგუფურად უწევთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ძირითადი გადამდები მიზეზი, დასნებოვნების მიზეზი ამ ინფექციებით არის ფეკალურ-ორალური გზა, ანუ რა, ჰიგიენის დაუცველობა, ხშირად ხელის დაუბანლობა. გამომწვევი მიზეზი კიდევ და კიდევ მინდა გითხრათ, რომ არის ბაქტერია და არა ენტეროვირუსი, რასაც ხშირად მშობლები, როდესაც ბავშვები მოყავთ კლინიკაში, ჩემს შვილს აქვს ენტეროვირუსი. ენტეროვირუსი არ არის ეს არის ძირითადი გამომწვევი ზაფხულში. ზაფხული მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ცივ სეზონამდე ძირითადად არის ბაქტერია, როგორც გითხარით და ენტეროვირუსი ყველაზე იშვიათად იწვევს ნაწლავურ აშლილობებს, ანუ დიარეას ყველაზე ნაკლებად იწვევს. მშობლები ისეთ ენტეროვირუსს,
აი რომლესაც ასე თუ ისე იცნობენ, ეს არის პოლიომიელიტის ვირუსი, რომელსაც ბავშვი დაცულია ვაქცინაციის საშუალებით და მეორე ენტეროვირუსი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა, რომ ნაკლებად იწვევს დიარეას, ეს არის გამონაკლედ მიმდინარე კოქსაკის ვირუსი, ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება და იწვევს კანზე გამონაყარს, ხელის, ფეხის და პირის დაავადებას. ხშირად ბავშვები ამ ვირუსს გავადდებიან და ქალბატონო ქეთევან, აი ბოდიშით რო გაწყვეტინოთ, რა თქმა უნდა, ხა ის პერიოდია, რომ მეტს თავისუფლეს ვაძლევთ ბავშვსაც და რა თქმა უნდა მივიცეთ და ძალიან რთული არის ალბათ თუ უნდა ცხვირპირეტი იყოს და თუნდაც დაუშვათ აგარაკი და სოფელი იყოს აი მუდმივად და კონტროლი და ალბათ ეს ბავშვისთვისაც შემაწუხებელია და დაუშვათ შეიძლება რაღაცა ისეთი აი როგორც თქვენ ახსენეთ ისეთი რამ ჩაიდოს პირში რომ ამ ყველაფერს მოყვეს ეს ბაქტერია აი ამ შემთხვევაში თუ დაუშვათ მაღალი ტემპერატურა არ ახლავს ამ ყველაფერს თუ დაუშვათ ქალაქიდან შორს ვართ გასულები იმისთვის რომ არ ჩავშხამდეს ეს ჩვენი დასვენება. საინტერესოა აი რა არის აი ეს პირველადი რჩევები, რაც დასვენების პერიოდში ან თუნდაც უნდა მოიმარაგოს მშობელმა და რა უნდა გააკეთოს ამისთვის. დაუშვათ ეს მედიკამენტი იქნება რაღაცნაირად მოწამვლის საწინააღმდეგო პრეპარატი იქნება თუ რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალური რჩევის გაცემა ძალიან რთულია და მით უმეტეს მედიკამენტებს როცა ეხება საქმე, მაგრამ აი რა უნდა გააკეთონ პირველ რიგში მშობლებმა. დასასვენებლად წასვლის წინ აღმოჩნდება, რომ ის ჩანთა, რომელიც ჩვენ უნდა წავიღოთ, არც თუ ისე პატარა, ანუ იმისათვის, რომ თავი დავიცვათ და ზუსტად აი ამ უსიამოვნებებისგან, რომ დავრჩეთ ესე ამ უსიამოვნებების გარეშე. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც არის ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი, ეს არის ის ნიშნები, რასაც ზუსტად ეს ინფექცია იწვევს, ეს არის ძირითადად დიარეა. რა არის დიარეა? ეს არის 3-4-ჯერ მეტად წყლიანი განმავლობანი მასების მოქმედება, რომელიც ძირითადად ბავშვებში და დიდებში ერთ და იგივე სინდრომს იწვევს. ეს არის გაუწყლოდნების სინდრომი. და აი თქვენ ბრძანეთ შესანიშნავად დასმული იყო კითხვა, რა გავაკეთოთ ასე დროს. პირველ რიგში თავი რითაც უნდა ავიძიოთ. თუ თქვათ ჰიგიენას ვერ ვაქცევთ ყურადღებას, თუ ვერ ვაკონტროლებთ როგორ წყალს მივირთმევთ, თუ არ არის იქ სადაც ჩვენ ვიცვენებთ ცენტრალური წყალგაყვანილობა, აუცილებლად უნდა შევიძინოთ სასმელი წყალი, რომელიც ყველა ევროსტანდარტს აკმაყოფილებს, ისი არის შექმნილი ფაბრიკული წესიდეგერთი და ან უნდა ავადუხოთ წყალი, ან ბუტილირება უნდა მოხდეს, ან გამოვხატოთ წყალი. და ისე უნდა მივირთვათ. ხილიც აუცილებლად ანადუღარი წყლით უნდა გავრეცხოთ. ანუ რასაც ჩვენ ვიღებთ ყველაფერი უნდა გაირეცხოს სუფთა წყლით და დაუბრუნდები ისევ დიარეას. ძირითადი საშიშროება რა არის ნაწლავთა დისფუნქციის დროს. თუნდაც სიცხე არ ახდეს, თუნდაც იყოს მხოლოდ დიარეა პირღებინების არის გაუწყლოვნება. გაუწყლოვნების თავიდან ასაცილებელი საშუალებები თუ არ გვაქვს ჩვენ თქვათ ის ელექტროლიტების პაკეტი, რომელიც შეუძლია გქონდეს ჩვენ საფთიაკო ჩანთაში, შეგვიძლია სახლშიც გავაკეთოთ. სახელდახელოდ მარტივი რეცეპტი ამის დამზადების არის 1 ლიტრი ანადუღარი წყალი, 6 ჩაის კოვზი შაქარი, 9 ჩაის კოვზი სოდა, 9 ჩაის კოვზი მარილი. აი ეს არის რეგიდრონის ფორმულა, ელექტროლიტები, იმიტომ რომ გაუწყლოების სინდრომი, ანუ როდესაც სითხის დანაკარგის შედეგად, პირღებინების შედეგად, დიარეის შედეგად შეიძლება დადგეს აი ეს სუდი სიმპტომატიკა, ეს სიმპტომოკომპლექსი, სინდრომი, რომელსაც ჰიპოვოლემიის სინდრომი ქვია, ანუ დეჰიდრატაცია. ამიტომ უნდა ავიცილოთ პირველ რიგში თავიდან აი ეს გაუწყლოება. მივიღოთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხე, რაც ხელთ გვაქვს. თავარია მივიღოთ სითხე და თუ შემდგომ ამ გარკვეული ინტოქსიკაციური კლინიკა კიდევ და კიდევ გამოიწვია, მაგალითად, როგორიც არის ცხელება, მუცლის ტკივილი, ზოგადი ადინამია, თავის ტკივილი, კუნთა ტკივილი შეიძლება ახდეს ბაქტერიულ საკვების მიერ, ან თუნდაც არასაკვების მიერ ინტოქსიკაციასაც. და მთავარი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის სითხის დიდი რაოდენობით მიღება და საკვები ამ დროს პატარას არ უნდა და ეს ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, არც უნდა დავაძალოთ მას პირველი 4 საათის განმავლობაში და შემდეგ შეიძლება მხოლოდ ინდიფერენტული საკვები შევთავაზოთ, როგორიც არის კარტოფილის პიურე, ბანანი, მუხარშული ან მოთუშული, ბოსტნეული, ორწყობილა.
ქალბატონო ქეთევან, კიდე მეორე პრობლემა რაც არის ხოლმე, აი როგორი სამოსით ვატაროთ მაგალითად ჩვილი გარეთ, როგორც ზღვისპირეთში, ასევე დაუშვათ მთის კურორტზეც, ალბათ უფრო ღია სამოს უნდა მივანიჭოთ, ხო, უპირატესობა და აი რამდენად შეიძლება რომ ზღვისპირეთში რამდენხანს გავაჩეროთ თუნდაც სანაპიროზე ჩვილი, არა მხოლოდ ჩვილი, ბავშვი და ასევე მეორე პრობლემა კიდე ის რომ რაღაც რა თქმა უნდა მზისგან დამცავი რომ უნდა გამოვიყენოთ ალბათ ესე სიპო ალერგიული უნდა იყოს მწერის ნაკბენი ვერაუვლით გვერდს ვერაუვლით დიახ გვერდს და აი რა არის რა გართულებები დიახ თქვენს ჩემს მიერ ჩამოთვლილი აი ამ ტოქსიკოინფექციებისგან რომელიც შეიძლება მოხდეს დაბინძურებული გარემოდან და პირის ღრუდან მოხდება ჩვენს ორგანიზმში და იწვევს მერე ინტოქსიკაციის კლინიკას ამის გარდა მთელი რიგი ინფექციები შეიძლება გამოიწვიოს მწერის ნაკბენმა ინსექტოს მწერს ნიშნავს და ინსექტიციდების გამოყენება ძალიან ხშირად უნდა მოხდეს იმ ადგილებში სადაც ჭარბია თქო ხო ტკიპა და ასე შემდეგ თქვენ ბრძანეთ რომ ზაფხულში შესაბამისად ღია ტანსაცმლით უნდა ვიაროთ. კი, ცხადია, ცხელა, მაგრამ როდესაც არის ესეთი წველი ტემპერატურა, იქ მწერების რაოდენობაც იმატებს და გადამდები მთელი რიგი დაავადებები, რომ თავიდან ავიცილოთ, რაც არის მწერის ნაკბენთან დაკავშირებით, პირველ რიგში სამოსით უნდა მოხდეს. ეს უნდა იყოს სამოსი აუცილებლად ბუნებრივი, არა ხელოვნური ნაჭრის ქსოვილისგან შექმნილი სამოსი, არამედ ბუნებრივი სასურველია იყოს ღია ფერის. რატომ ღია ფერის? იმიტომ რომ თუ ჩვენ არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ღია ფერის თეთრი, იმიტომ რომ თუ ჩვენ დაგვაჯდა მწერი ან ტკიპამ ბავშვსა ან ტანსაცმელს დაფიქსირდა მისი მიგრაცია, ნუ გადაადგილება რომ მარტივად შევნიშნოთ აი ამისთვის. არის უნდა იყოს დახურული ტანსაცმელი. გარდა ამისა, რითი ხდება დაცვა მწერებისგან ბავშვების დასრულების? ეს არის ეპოლენტები, რეპელენტები და რეპელენტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება შეძენისას რა აწერია თვითონ ბოთლს სანამ მას შევიძეთ და რატომ? იმიტომ რომ თუ რეპელენტის შემცველობა არის 30% და მეტი ის მწერის ნაკბენისგან ჩვენ დიდხანს გვიცავს, მაგრამ ასეთი რეპელენტის გამოყენება ბავშვთა ასაკში არ შეიძლება, გამოიყენება ისეთი ნივთიერებები, რომელთა შემცველობა თვითონ ბოთლს სხვადასხვა დასახელების დღეს ბაზარზე სხვადასხვა დასახელების რეპელენტი ანუ მწერის ნაკბენისგან დასაცავი საშუალება იყიდება, რომელიც არის 10 მაქსიმუმ 20%-ზე ნაკლები და ეს გამოიყენება 2 თვის ზემოთ და რატომ 2 თვის ზემოთ? ორ თვემდე ბავშვი, რომელიც ნაკლებად აქტიურია, ნაკლებად მოძრაობს, თავისუფლად შეიძლება ჩვენ დამცავი ბადეებით გამოყენებით დავიცვათ ის ამ მწერის ნაკბენისგან. გართულებები რა შეიძლება მოყვეს ქალბატონო ქეთევან და რა უნდა იყოს პირველი მედიკამენტი, რაც უნდა გქონდეს ამ დროს? საქმე იმაშია, რომ თუ ანამნეზში, ანუ ბავშვის ისტორიაში, ან დასრულის ისტორიაში ნაცნობია ის ფაქტი, რომ გარკვეულ მწერის ნაკბენზე მას აქვს ალერგია, ცხადია მის აფთიაქში ძლიერი ანტიჰისტამინური საშუალებები და დესენსიბილიზატორები, ან შემაგუებლები, ან შეიძლება ჰორმონალური საშუალებებს გულისხმობ, შეიძლება იქონიოთ, მაგრამ თუ ეს ცნობილი არ არის, პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ დაცვა, რომ არ გვიკვინოს, მაგრამ თუ გვიკვინა უნდა ვიცოდეთ როგორ მოვაცილოთ ტკიპა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აი თან ტკიპას რამდენად მოარულია ისე დადის რჩევა ისეთი, რომელიც არ არის სწორი, თითქოს რაღაც უნდა დავასხათ, რა მარილი ან ზეთი, არა. მცირე ზომის პინცეტით უნდა მოხდეს ტკიპის მოცილება, რომელიც კანთან ახლოს მოვათავსეთ ამ პინცეტზე, ისე ამოვაძოთ, რომ ტკიპის სხეულის ნაწილები არ დარჩეს კანში, იმიტომ რომ მძიმე ბაქტერიულ ან ტკიპის მიერ დაავადების წესს არის ცნობილი, ეს არის მაგალითად ლეიშმანიოზი, კალაზარის დაავადება იგივე, რომელიც გადადის ტკიპის ნაკბენით არის იგივე ლაიმის დაავადებაც, ბორელიოზსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს, რომელსაც შემდგომ ბორელიოზის ესეც ბაქტერია, რომელიც თავის დამახასიათებელი ნაკბენიც კი ახასიათებს, თითქოს ესე თრთვილავი უბანი აქვს ისეთი, რომ თეთრი ნაკბენის ადგილი შეიძლება ან დაფიქრდეს, ან შეიძლება საერთოდ ვერ შეამჩნიოთ და გარშემო თითქოს წითელი სადემარკაციო ხაზი ჩნდება და
ძირითადად აი ეს მწერი, რომელიც და შენ ლეიშმანიოს ზივახსენე, ეს ისეთი დაავადებაა, რომელიც წერის ძალიან მცირე ზომის მწერი იწვევს, აი ამ ნაკბენს გადააქვს ეს ლეიშმანიოზი, ესეთი არის ფლებოტომუსი ქვია, თან იცით რა არის საინტერესო, არ წუვის ეს ბუზი, ახმარა, თითქმის ქვიშის ბუზს ეძახიან და თან ინკუბაციის პერიოდი ამ დაავადებას საკმაოდ ხანგრძლივია. ეს ერთადერთი შეიძლება მაშინ მივმართოთ ეთქიმს, როდესაც ლეიშმანიოზი უკვე ჩვენ გენერირდება ჩვენს ორგანიზმში ეს გამომწვევი ბაქტერიის მიერ გამოწვეული ეს კლინიკური ნიშნები და უკვე ვლინდება გარკვეული ინტოქსიკაციის სახით, მუცლის მაღალი ტემპერატურით ინტერმიტირებული, ანუ რას ნიშნავს? დღის რამოდენიმე მონაკვეთში მაღალი ცხელება ახასიათებს ლეიშმანიოს მკვეთრი ოფლდენა, მუცლის ტკივილი და ბევრი სხვა კლინიკური ნიშნები და ასეთ შემთხვევაში ცხადია, უკვე მივდივართ ჩვენ ექიმამდე, რომელიც მთელ რიგ გამოკვლევებს გვიტარებს აი ამ დაავადების დასადასტურებლად პირველ რიგში და შემდეგ კორნალობის ქალბატონ კეთილმოდი, აი სულ რაღაც ერთი წუთნახევარი დაგვჭირდა და აი ბოლოს ახლა რო გისმენთ ყველა შემთხვევაში, აი ყველა ნაკბანის შემთხვევაში აპრიორში იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის დაავადებები არა, ხო? რა თქმა უნდა, არა. შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ანთება. ბავშვები მოგეხსენებათ, ქავილი ახასიათებს მწერის ნაკბენს და შეიძლება ადგილობრივად კანის ინფექციაც კი განვითარდეს და იმპეტიგო, ეს არის კანის ინფექცია, რომლის გამოწვევი ძირითადად არის ოქროსფერის სტაფილოკოკი და კი ბატონო. და ავიცილოთ ეს უფრო გავრცელებულია კიდევ უფრო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან სტუმრობისთვის და საინტერესო რჩევებისთვის, ქეთევ რომ იცავთ მშობლებს ამ მორიგი მომავალი უსიამოვნებისგან რაც შეიძლება ზაფხულს ახდეს თან. მადლობა ქეთევან ბაგრატიონი პედიატრი იყო დღევანდელი მკურნალი სტუმარი.